საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევა ორშაბათს და ამ სარჩელს თან დაერთვის პოლიტიკოსთა სია, რომელთა პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მოითხოვს ქართული ოცნება. პოლიტიკურ პარტიებში ბუნებრივი აქვთ მოლოდინი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაც ისეთივე იქნება, როგორც ეს გაცხადებული აქვს ქართულ ოცნებას წინასწარ. ასეთი მოლოდინი უპირველესად აქვს ნაციონალურ მოძრაობას და ამიტომ ახლა პარტიები ეძებენ გზებს თუ როგორ გააგრძელონ ბრძოლა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამბობენ რომ ეს ბრძოლა აუცილებლად გაგრძელდება. ნაციონალური მოძრაობა არ გამორიცხავს სამართლებრივ გზებს, მათ შორის ამბობს, რომ თუკი საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოოდ შეუწყვეტს ამ პარტიას არსებობის უფლებას, ისინი ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ სტრასბურგის სასამართლოში და არიან დარწმუნებულები, რომ ევროსასამართლოს ქართული ოცნება ვერ დაუმტკიცებს, რომ ქვეყნის შიგნით პარტიების თუ კონკრეტული პოლიტიკოსების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა დემოკრატიულია და საქართველოს კონსტიტუციასთან არის შესაბამისი. პარტია დროაში გვეუბნებიან, რომ ისინი ისედაც განიცდიან წნეხს ქართული ოცნების მხრიდან, ამიტომ მათთვის განსაკუთრებით არაფერი შეიცვლება და ისინი ახალ რეგულაციებს, რაც მოსალოდნელია, არ დაემორჩილებიან და არ მიიღებენ. ოპოზიციას აქვს ასეთი ახსნა ამ გადაწყვეტილების შესახებ, რომ ხელისუფლება ცდილობს მთლიანად მოასუფთავოს ოპოზიციური ველი და გააქროს ყველა პოლიტიკური სპექტრიდან, ვინც მას წინააღმდეგობას უქმნის და აქ შეუძლიათ მათ ნებისმიერი პირი ამოირჩიონ, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი და კანონში ჩანაწერი კონკრეტული მუხლები მათ ამის შესაძლებლობას აძლევს. რანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ქართული ოცნება გაითვალისწინებს, ან ამას რამე შედეგი შეიძლება მოყვეს, მაგრამ ჩვენი მთავარი мотиваცია მაინც არის ის, რომ ჩვენ გავიაროთ ყველა ეს ეტაპი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოში, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ყველა რესურსი, რაც არსებობს, გამოვიყენოთ და სასახად ნათელია და მკაფიოა ახლა, რომ გადაწყვეტილება რა იქნება სტრასბურგის და საერთაშორისო პოზიციაც რა არის ამისი პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და პოლიტიკურ საქმიანობაში საარჩევნო უფლების შეზღუდვა, ეს არის არაკონსტიტუციური ქმედება და ამას აკეთებენ მხოლოდ დიქტატორები. რომ ჩვენ ამ წესებს არ მივიღებთ და გავაგრძელებთ ამ ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლას, მაგრამ ამ ქვეყნის იმიჯზე, დემოკრატიაზე, ამ ქვეყანაზე, ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსზე ეს არის უდიდესი დარტყმა, რომლის ავტორი არის ბიძინა ივანიშვილი პირადად და მისი რუსული რეჟიმი. მას არ უნდა კონდეს იმის იმედი, რომ პარტიების ბრძოლას ამით გატეხავს, ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვშალოთ ეს რეჟიმი და ამ ამოცანაში არაფერი არ იცვლება და მივახციოთ ახალ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ბუნებრივია, რომ ამ ტიპის დიქტატორულ, ავტორიტარულ რაღაცა მარწუხებს ჩვენ არ დავემორჩილებით. ეს კანონი პირდაპირ ურტყავს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კონსტიტუციის ნათქვამს, რომ საქართველო არის მულტიპარტიული დემოკრატია, რომ ჩვენ ქვეყანაში ფუნქციონირებს დემოკრატიული სისტემა, სადაც მრავალპარტიული კონკურენციის პირობებში ხელისუფლებისთვის იბრძვიან დამოუკიდებელი პარტიები. ეს სისტემა კლდება აი იმ კანონით, რომელიც მიიღეს და იმ სარჩელით, რომელიც შეაფ. ამის შედეგი იქნება საქართველოში დიქტატორის გაფორმება. თუ მას ნაცების გაუქმება სურდა, ქონდა ამისთვის 13 წელი, მაგრამ ეს არ გააკეთა და პირველ რიგში იმ ვითარებაში, რომელშიც ოცნება დღეს არის, როდესაც მისი საპარლამენტო სიის 2/3 წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობის 2012 წლამდე არსებული რეჟიმის გამოკვეთილი სახეები, ჩემი აზრით, ნაცების გაუქმება და ეს პროცესები უნდა დაიწყოს საკუთარი პარტიის რიგებიდან. კონსტიტუციონალისტები საუბრობენ, რომ კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო დაჩქარებული წესით, არაკონსტიტუციურია და არადემოკრატიულია და ბევრ პრობლემასთან ერთად ამ კანონში არის ასევე პრობლემური ჩანაწერი კონკრეტული პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის შესახებ, რადგან ამ კანონში წერია, რომ გაუქმებულ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს შეეზღუდებათ პოლიტიკური საქმიანობა, არჩევნებში მონაწილეობა თუ პარტიის შექმნა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულ შეუძლია ნებისმიერი საპირისპიროდ მოსაუბრე თუ მოქმედი პირი დაუკავშიროს რომელიმე გაუქმებულ პარტიას და შესაბამისად მოითხოვოს მისთვის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ამიტომ ეს ცნება საკმაოდ ზოგადია და ხელისუფლებას აძლევს უფლებამოსილებას, რომ ეს მუხლი მოარგოს ნებისმიერს, ვინც მას უქმნის დისკომფორტს. სარჩელი შევა, როგორც უკვე გითხარით, ორშაბათს და ამ დღეს ასევე გვეცოდინება კონკრეტულად ვის გაუქმებას ითხოვს ქართული ოცნება.